მსხვერპლით არის ახლაც ვაზისუბნის პოლიციაშია განყოფილებაშია შესული, ისე საუბრება სამართალდამცველებს და ითხოვს რეაგირებას იმ მძიმე დანაშაულზე, რომელზეც დეტალებს ასაჯაროვებს თავად. ლელა ვაჩნაძე, ჭიათურის თეატრის მსახიობი, თავად ითხოვს ღიაობას, მან თავად გთხოვა, რომ გაგვესაჯაროვებინა მისი ამბავი და ის ითხოვს, რომ არ იყოს დაფარული მისი სახე, გამომდინარე იქიდან, რომ მსხვერპლ ქალს სურს, რომ საზოგადოებამ შეიტყოს იმ მძიმე დანაშაულის დეტალების შესახებ, რომელსაც თავად გვიყვება. რაც შეეხება ისტორიას, ამბავი მოხდა 3 კვირის წინ ვაზისუბნის დასახლებაში, როგორც დაზარალებული ქალი ჩვენთან საუბარში ყვება, მასზე ძალადობას სცადა მისმა კარის მეზობელმა, რომელიც არის ასევე ნათესაურ კავშირში მასთან. დანაშაულს ჰყავს 3 მოწმე, მისი 2 ვაჟი და 80 წლის მამა, ასევე მეუღლე 4 ადამიანი, რომლებსაც მის საცხოვრებელ სახლში ეძინათ. როგორც თავად ლელა ვაჩნაძე ჩვენთან საუბარში ყვება, მისმა კარის მეზობელმა მას სცადა მისი სექსუალურად შევიწროვება, რის შედეგადაც მან მიიღო ფიზიკური დაზიანება, კუდუსუნის ძვალი აქვს მოტეხილი. დაზარალებულ ქალს დღეს გადაიყვანენ მას სამართალდამცველები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და ჩატარდება სამედიცინო ექსპერტიზა. ამის შემდგომ უკვე სამართალდამცველები სავარაუდოდ მოახდენენ რეაგირებას ამ ფაქტზე. თავად მამაკაცი, რომელსაც ასახელებს და ამხელს მძიმე დანაშაულში ლელა ვაჩნაძე, უკვე გამოკითხულია ერთგზის პოლიციის განყოფილებაში, თუმცა სამართალდამცველებს მისთვის ხელბურტკილი არ დაუდიათ, ისინი ელოდებიან ექსპერტიზის პასუხს. ერთად ამოვედით მე და ჩემი შვილი ღამის და შემოყვა სახლში, შემოვიდა და როგორ გითხრათ, ახლა ოჯახები ნათელ მირონობა რაღაცა გვაკავშირებდა და არ გაგვიგდია არც მე და არც ჩემ შვილს. გუთხარი ნიკო, მეუთხარი, ძალიან დაღლილი ვარ, დილიდან გამგეობაში ვიყავი, აქ ეს ჩხუბები, სახლში 4 კაცული რაღაცა მეუთხარი და აღარ შემიძლია, უნდა დავწვეთ, ხო? და ესე ვიჯექით მაგიდასთან საუბრობდით და დაამავლო ხელი სკამიანა მიმიჩოჩა, მე ბრდღნა ტუჩებში, კინაღამ გამგუდა. აი, რა გითხრათ, კოცნას გააჩნია, ეს იყო არანორმალური კოცნა, კინაღამ გავიხჩვე. კარგა ხანს გრძელდებოდა, მარტო ფეხებს ვაფართხალებდი, ხმასაც ვერ ვიღებდი. როგორც კი დამთავრდა ეს პროცესი, არ ვიცი რამდენი ხანი გაგრძელდა, შეიძლება შეეშინდა, არ გავგუდოო და ნიკო, რასაკეთებ, ეხლავე წადი სახლში ხო და მეორედ ხო გავიწიე სკამიანა და მეორედ მომიზიდა რესკაც და სკამიანა მიზიდაოდა და როგორც ჩანს სკამი ხელიდან გაუცურდა და რესკად მომიზიდა და იატაკზე აღმოჩნდი და კუდუსუნის ძვალით დავარდი. უნდა დაისაჯოს მოძალადე, აუცილებლად უნდა დაისაჯოს და პლუს ამას ვითხოვ კიდე ერთი მეზობლის დასჯას, რომელიც მათ ხელს უწყობს. მე 16 წლის ასაკში პირველად ვიყავი ძალადობის მსხვერპლი, სრულიად უცნობმა მომიტაცა, რა თქმა უნდა, ცოლად. არ ვიცნობდი საერთოდ, მაშინ იძალა ჩემზე. 52 წლის ქალმა მძიმე დანაშაულზე საუბარი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც როგორც თავად ამბობს ჩვენთან საუბარში, მიხვდა, რომ სამართალდამცველები რეაგირებას არ ახდენდნენ ფაქტზე. მან განცხადება 1 კვირის წინ შემოიტანა ვაზისუბნის პოლიციაში და ამბობს, რომ მოძალადე გამოიკითხა, თუმცა არ დაუკავებიათ. ლელა ვაჩნაძე ბუნებრივია ითხოვს მასზე სექსუალურ შევიწროებაში მხილებული მეზობლის დასჯას, პასუხისგებაში მიცემას. ის საუბრობს ასევე რამდენიმე თანამსახურზე, მეზობლებზე, რომლებიც ცდილობენ მის წინააღმდეგ პოლიციის განყოფილებაში აძლევენ ჩვენებებს და ცდილობენ, რომ ის გამოიყვანონ შეურაცხადად მისივე თქმით. ის არის მსხვერპლი, როგორც თავად ამბობს, ორგზის მსხვერპლი, სექსუალური დანაშაულის შესაბამისად, მას ამიტომ სურს, რომ ეს ინფორმაცია გასაჯაროვდეს და ყველა მიცოდეს ამ ამბის შესახებ. ლელა ვაჩნაძეს დღეს გადაიყვანენ სამართალდამცველები თავად ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, მას ჩაუტარდება სამედიცინო ექსპერტიზა და ამის შემდგომ უკვე მოახდენენ სამართალდამცველები რეაგირებას მომხდარ ფაქტზე. ვაზისუბნის პოლიციის სამმართველო იძიებს სავარაუდო სექსუალური შევიწროვების ფაქტს, რომელიც ვაზისუბნის დასახლებაში მოხდა, მუხლი ჯერჯერობით ამ დრომდე არის დაუდგენელი. შინაგან საქმეთა სამინისტროში ვერ აზუსტებენ მუხლს, რომელი მუხლით მიმდინარეობს ამ საქმეზე გამოძიება.